დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ და სამი არაჩვეულებრივი სტუმარი არის ჩვენ სტუდიაში. კიდევ ერთხელ შევახსენებ პირდაპირ ჩვენს მაყურებელს 21 საუკუნის ქართული ლიტერატურის ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის კონკურსის საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. მინდა წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები. ეკატერინე ტოგონიძე, ბატონი გურამ ოდიშარია, მოგესალმებით და ასევე დეა მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გამარჯობა. ვიცით რომ რამდენიმე თვეა გამოცხადდა ეს კონკურსი და საინტერესოა თქვენგან დავიწყოთ. როგორი იყო აქტიურობა, რამდენად ბევრი შემოვიდა განაცხადი და შემდეგ უკვე გამარჯვებულების შესახებაც გუნებრივი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში. ძალიან დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ ამ კონკურსს ქართველი გამომცემლები, ქართველი პროდიუსერები, ადამიანები, ვისაც უყვარს ლიტერატურა, წიგნი, კინო. შესაბამისად, ძალიან აქტიურად ჩაიარა, როგორც ვიცი, ამ პირველმა ეტაპმა საკონკურსო განაცხადების მიღების. დაახლოებით 20-მდე პროექტი შემოვიდა, კომისიამ იმუშავა, ჟიურის წევრებმა იმუშავეს და 5 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთა სცენარები დასრულდება, მიიღებს რაღაც უყოფილ ფორმას, ჩატარდება სპეციალური ვორქშოპი სცენარისტებისთვის და უკვე ამის შემდეგ 2016 წლის იანვარში გამოცხადდება უკვე ძირითადი კონკურსი, უკვე ეკრანიზაციაზე და თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვისარგებლო და მიულოცო ყველა გამარჯვებულს, ბატონ გურამს, ქალბატონ ეკას, ზურაბ ქარუმიძეს, ქალბატონ მარინა ელბაქიძეს, მიხო მოსულიშვილს. ეს გამარჯვებული. რამდენად დიდი იყო ინტერესი, ესეც ძალიან საინტერესოა და რამდენად იყვნენ ჩართული თუნდაც რეგიონებიდან და ეს ადამიანები, ვისაც უნდა რომ თავისი კვალი დატოვოს თუნდაც ამ ქართულ კინემატოგრაფიაში. ზოგადად ამ კონკურსში მონაწილე მოთამაშეები, ვთქვათ, ვისაც შეეძლო მონაწილეობა მიიღო და ზოგადად ამ კონკურსის განხორციელებაში და ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა ეს გამომცემლობები და პროდიუსერები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი მთელი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ამ ორი სექტორისთვის, მე გულისხმობ ლიტერატურას და კინოს და ეს კონკურსი იძლევა უნიკალურ საშუალებას, რომ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, რომელსაც როგორც კულტურის სამინისტრო, ასევე ჩვენი გამომცემლობები, ქართული ეროვნული ცენტრი, ქართული წერილები თხოვენ თავის მხრივ, ხო, ხელს რომ მოხდეს ამ სექტორის პოპულარიზაცია და ამ მიმართულების, მაგრამ კინოს საშუალებით კიდევ ერთხელ ქართული ნაწარმოები, ვთქვათ, რომელიც გადაინაცვლებს უკვე კინოში და ამაზე ძალიან საინტერესო კინო შეიქმნება, რომლის პრეზენტაცია დაგეგმილია 2018 წლის ფრანკფურტის კინოს ბაზრობის ფარგლებში და ასევე როგორც ჩვენთვის ცნობილია ბერლინალეზეც იგეგმება აქტის წარდგენა. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართული კინოსთვის, ასევე ქართული ლიტერატურისთვის. ბატონ გურამ, მასვე ქალბატონო ეკატერინე, თქვენს რა თქმა უნდა გკითხოთ, იცნობთ თქვენ შემოქმედებას მაყურებელი ძალიან კარგად, თუმცა კონკურსთან დაკავშირებით საინტერესოა თქვენი აზრი. ძალიან ორიგინალური იდეა არის თვითონ კონკურსი, ძალიან კარგი იდეა არის. მე მგონი პირველად არის არა და საერთოდ ეს იდეა რო ხორციელდება და მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. არ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა, მაგრამ ძალიან მინდოდა რაღაცა იჩენს რომანში, რაც მაქვს, რაც ლიტერატურის საშუალებით ვთქვით, კინო ენაზე ეგ ყოფილიყო ნაჩვენები, ეგ არის შავი ზღვის ოკეანე ერთი და რამდენიმე ამბავი გამოვიყენეთ სცენარის წერისას, ასევე მეორე რომანიდან სათვალიანი ბომბი, გამოცდილება კინოსცენარის, დოკუმენტური ფილმების მქონდა და ბატონ თემურ ჩხეიძესთან მივუშავეთ დავდგით ჩვენ სხვა რომელიც შურია და აქ მინდოდა ვეჩვენებინა უღელტეხილის შევარხვით ასე ის ომი აფხაზეთის ომი რომელიც მთავრდება და მე გრძელდება უღელტეხილს. ეს რაღაც სხვა მოვლენა იყო. მანდარი ადამიანები თუ როგორები არიან ისინი ამ ექსტრემალურ სიტუაციაში, ვითარებაში, თუ რას დაგვათევს ომი ჩვენ, აგვატეხავს არა მარტო იმ უბედურებებით, რაც დაბომბებულს მოყვება ამ კვლელობებს, არამედ ჩვენ ადამიანები როგორ გაუძლებენ ამას. დადგებიან თუ არა მაღლა ომზე, არიან თუ არა გადამრჩენლები ერთმანეთის, შეინარჩუნებენ თუ არა აი დაუწერელი ზნეობრივი კოდექსის კანონებს, რის მიხედვითაც მოწინააღმდეგეც
რომ იყოს ძალიან მძიმე ვითარებაში, უნდა გადაარჩინო და გვინდა აბსოლუტურად სხვა კუთხით, სხვა ხედვით ვაჩვენოთ მე მაყურებლებს ჩვენი აი ეს ჩანაფიქრი და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და ბედნიერება ჩემს მეგობართან გიორგი ოვაშვილთან ერთად მუშაობა. იცით, ბატონ გიორგი დაუწყარი გარმანაპირი და შემდეგ უკვე ფილმი რომელიც ძალიან წარმატებული გახდა ამ საქართველოში არამედ მსოფლიოს ესეთ ქვეყნებში რომლებიც ადგენენ კურსს როგორი უნდა იყოს ფილმი და ბატონ გიორგის დიდი მოკითხვაა ჩვენგან ჩვენი სტუმარის გახდათ ერთხელ და კიდევ ვიმდებით რა თქმა უნდა. ქალწულ ეკატერინე მინდა გკითხოთ ჟურის წევრების შესახებ რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და აინტერესებს. და ვიცით რომ ჟიურის წევრები 10 იყვნენ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, იყო ლევან ბერძენიშვილი, ნანა ჯორჯაძე, ლელა ოჩიაური, დათო გაგუნია, ვაჟა გიგაშვილი თუ არ ვცდები, ლევან თუთბერიძე, დათო ჩუბინიშვილი, კინოცენტრის სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ. შეიძლება ვინმე გამორჩა, მაგრამ თავისთავად ყველა კომპეტენტური ადამიანი დიახ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებით, რომლებიც კინოში, ლიტერატურაში თუ დრამატურგიაში ერკვევა ძალიან კარგად, მათ ობიექტურობაში მგონი არავის ეჭვი არ შეპარვია და მათი აზრის მოსმენაც თვითონ აი ამ გასაუბრების ეტაპზე იყო ძალიან საინტერესო. რადგან აი ყოველი ახალი წაკითხვისას მოდის ყოველი ახალი შთაბეჭდილება და ახალი შეფასება, ახალი ინტერპრეტაცია ჩემი რომანის. ჟურის წევრებისთვის იყო ცნობილი ვინ არის ამ ფილმის ავტორი თუ ეს ნუმერაციის მიხედვით იყო? არა, როდესაც წიგნს აწერია ავტორის სახელი და გვარი შეუძლებელია იქ უკვე ანონიმური გახადო ეს კონკურსი და მე მგონი არც იყო ამის საჭიროება. ლევან ბერძენიშვილი მაგალითად საბას ჟიურის თავმჯდომარეც იყო და უკვე იქიდან იცნობდა ჩემს წიგნს როგორც ერთ-ერთ მონაწილეს და ნომინანტს საბასი. და თვითონ აი კონკურსის შესახებ მინდა ვთქვა, რომ მე პირადად ძალიან გამიხარდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ინიციატივა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვის გონებაშიც დაიბადა ეს იდეა და შემდეგ ვინც განახორციელა, რადგან მე სწორედ ამ კონკურსის შედეგად გავიცანი რუსუდან ჭყონია, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ქართულ თანამედროვე კინემატოგრაფიაში, რომლის ფილმიც Keep Smiling, ანუ გაიღიმეთ. ჩემთვის იყო ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნამუშევარი ბოლო წლების განმავლობაში და არა მხოლოდ ჩემთვის, ქართველმა და საერთაშორისო მაყურებელმა ეს ფილმი დიდი ინტერესით მიიღო და ჩემს შემთხვევაში იყო სამი დაინტერესებული ადამიანი, ცოტა გამიჭირდა არჩევა, მაგრამ რუსუდანის რეჟისორული ხედვა ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა და ყველაზე ახლოს იმასთან, რაც მე დავწერე. აქედან გამომდინარე, პროექტი შევიტანეთ მე და რუსუდან ჭყონია. ეკატერინე, გაქვს გამოცდილება კონკურსების და გამარჯვებულიც ყოფილ ხარ არაერთხელ. საინტერესო უკვე აი ამ შემთხვევაში როგორც კინოსთან ურთიერთობა, კინოსთან კონტაქტი, მე როგორც ის პირველია თქვენთვის თუ ეს არ არის პირველი, ორი წლის წინ კინოცენტრის სცენარის განვითარების კონკურსში გავიმარჯვე, მაშინ მქონდა პირველი გამოცდილება და შეხება სცენარის წერასთან. გავაცნობიერე, რომ ეს არის ლიტერატურისგან სრულიად განსხვავებული საქმე, ბევრად უფრო მეტ ტექნიკურ ცოდნას და სიზუსტეს მოითხოვს. შემდეგ გავიარე კინოცენტრის მიერ ორგანიზებული სპეციალური ტრენინგი, რაც ასევე ძალიან დამეხმარა და ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ მეტი მზაობა მაქვს იმისთვის, რომ რეჟისორთან ერთად ვიმუშაო სცენარზე. ანუ მე თვითონ ვიყო სცენარის ავტორი რუსუდან ჭყონიასთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად დროული იყო ალბათ დაგვეთანხმოთ ბატონ გურამ ეს პროექტი, ეს კონკურსი, იმიტომ რომ დიდი ხანია ასეთი მსგავსი შინაარსი კონკურსი არ გამოცხადებულა და ქართულ კინოს ბუნებრივ ეჭირდება განვითარება და არერთი მაგალითები ქონია წარსულში ამის ესეთი პარტნიორული ურთიერთობების ავტორსა და რეჟისორს შორის და ახლა უკვე ეს ყველაფერი გრძელდება. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. ვინც იდეაც იყო და ვინც განახორციელა ეს ყველაფერი და არის იყო ჩვენ კიდე დრო გვაქვს რა. ნეტარი წლი ბოლომდე გვაქვს კიდევა და ეს ტრიტმენტი იყო, ანუ მოკლე სცენარი, რომ თუნდაც ეს განახორციელოთ, რაც გვაქვს ჩაფიქრებული და გარდა ამისა ჩამოდიან როგორც ქალბატონმა ნანამ მითხრა, უცხოეთიდან ფრანგები ჩამოდიან, ისე პროფესიონალები, რომელთანაც ერთად ჩვენ ვიმუშავებთ. ნუ ტრენინგ სემინარისა შევარქვათ ამას თუ მეგობრული შეხვედრა როგორ ფორმატშიც იქნება, მაგრამ ჩემთვის ჩემს ახალგაზრდა არა ვარ თავის თქმა, ყოველთვის ვიყავი ესე, რომ ყოველთვის ვიყავ პირველ კურსელი. ყოველთვის სწავლობ და მეგონი ეს კარგი თვისება არის და მეც მინდა რომ ბევრი რაც შეიძლება მეტი
სკრიპტ დოქტორი ქვია, ანუ აი უნდა უაქიმოს ჩვენ სცენარებს, ხო? და ყველაზე ესეთ სუსტ მომენტებში ალბათ ყველა საჭირო რჩევები მოგცენ. მაგრამ დაახლოებით 4 წუთი რჩება ჩვენი ეთერის დასრულებამდე და მინდა გითხო თქვენ 3 ეთერში შევიდოდით თქვი ბრძანეთ რომ სოხუმში იყავით, ბრძანდებოდით და ძალიან საინტერესოა თქვენი შთაბეჭდილებები როგორი არის დღეს სოხუმი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანს თუ არის ხელმისაწვდომი რომ იქ ჩავიდეთ და მოვინახულოთ ქალაქი რომელიც ყველა ძალიან გვაკლია და ისიც აღსანიშნავია რომ ჩვენ გვიყურებენ კონფლიქტის ზონაში მისადგომებთან ჩვენ მაუწყებლობა ახსოვს და რა თქმა უნდა მათთვისაც საინტერესოა მათ ყოველთვის დიდი სიყვარული მოვიკითხავ ჩვენი სტუდიიდან, ჩვენი ტელევიზიის სახელით და ხოთ რომ გაგვიზიაროთ სტატუსები რაც გამართობა. სოხუმი ყოველთვის მახსოვს, მაგრამ თქვენ რომ ნახეთ გამოხსენდა უცებ და ერთ საუკეთესო სიმღერა რაც დაწერილია სოხუმზე, ოღონდ რუსულ ენაზე, სარუხანოვის სოხუმელი კაცის მიერ. ეს სიმღერა იქაც პოპულარულია და სხვა შორის თქვენი ჯგუფის შესრულებით ხშირად უსმენენ ხოლმე. ეს წინა ჩასვლაზე 5 წლის წინათ ვიყავი ბოლოს, მე 5 წლის შემდეგ უკვე ისე მეგობრებს შევხვდი, ჩემს ახლობლებს შევხვდი და ნუ პირველი ხოლმე საგვარეულო სასამართლოდ ვიწყებ. მე მანდ მისვლა ხოლმე და მე გავხედე ჩემ მშობლიური ქალაქი ხო. ნუ ზოგი რამ შეიცვალა, მაგრამ ის ურთიერთობა ადამიანური რაც ჰქონდა, აი ეს არ იცვლება და ეგ არის ძალიან კარგი, ასე რომ ერთხელ ბაგრატში ძალიან დიდი მწერალი, აფხაზი მწერალი, აი ომი დამთავრებული არ იყო, მიმდინარეობდა ომი და ერთხელ რომელიღაც რადიოთი მოახერხე მისი მოსმენა და მან თქვა რომ ესეთ უბედურება დაგვაწყდა თავს. და ჩვენ აწი ერთმანეთს უნდა გავუკეთოთ სიკეთე და მხოლოდ სიკეთე, უზარმაზარი სიკეთე. და აი მუშაობისას ამ ფილმზე მუშაობისას კიდევ ჩვენ ამას ყველაფერს გამოვიყენებთ და ჩვენთვის ძალიან დიდი შტამბიშტავი მე პირველად ჩავდივარ ხოლმე ჩემს ქალაქში და როგორც წერლისთვისაც ძალიან ბევრს მაძლევს რაღაც სხვა ძალას ვიღებ თითქოს რაღაც შემოქმედებითი მოხდი მეტი მაქვს და როცა უნდა მე მეც მუშაობდა. და თქვენ ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი რომ მათ უფრო გამოდით ჩვენთან მეგობრობა ვიდრე რუსებთან და სხვა ერის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა ეს ჩვენ გენეტიკურ მახსოვრობაში არის, იმიტომ საუბრები ერთად ვიყავით, ერთ სახელმწიფო ქონდა, გვიშენებია, ეკლესია, მონასტრები, აგვიგია, წესი რიგი, თუნდაც იგივე სუფრა, იგივე კულინარია, რა ვიცი, ყველაფერს რომ რა საერთოდ არ უნდა გავიხედოთ, აი ძალიან ახლო ხალხი ვარ. რა თქმა უნდა და აფეთქეთ. აფხაზეთთან ხომ არ ეკავენ? შეიძლება ვიყურებენ. ისეთი გვარია სხვა შორის ვერ გაარკვევ ხან ეს და ნათქვამია რომ აი ყველა ხელოვნება ალბათ ემსახურება ყველაზე დიდ ხელოვნებას ეს არის ცხოვრების ხელოვნება და იგივე აი თემატიკის და ნებისმიერი კარგი ხარისხიანი ლიტერატურა ალბათ სწორედ ადამიანების უკეთესობისკენ შეცვლისკენ უნდა იყოს მიმართული და თვითონ ის ფაქტი რომ ამ კონკურსში უკვე რაღაც ეტაპზე გადავედით ნიშნავს რომ შეიქმნება სცენარები და ბოლო გამარჯვებული რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიხარული იქნება ეს გამარჯვება ავტორისთვის, თუმცა უკვე ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რადგან გამზადებული სცენარი ნიშნავს ერთი დიდი კარის შეღებას. გზის გახსნას იმისთვის, რომ თუნდაც არა ამ კონკრეტული კონკურსის დაფინანსებით, მაგრამ სხვაგან სხვადასხვადი პატარა კომენტარი, უბრალოდ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ცენტრის და კინოცენტრის თანამშრომლობა არის ნათელი მაგალითი, რა თქმა უნდა ამ კონკურსის ფარგლებში ეს ნათელი მაგალითი იმისა, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობით ძალიან ბევრი კარგი იდეა შეიძლება შეიქმნას, განხორციელდეს ძალიან ბევრი კაი პროექტი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ამ კონკურსის განხორციელებისთვის და ჩვენი ცენტრის კონტრიბუციაც სწორედ ემსახურება იმას, რომ ეს სცენარები საბოლოო სახით ჩამოყალიბდეს და რაზეც იყო საუბარი 19-22 ივლისს საქართველოს ეწევა სპეციალური ჯგუფი ექსპერტებისა, რომლებიც ამ სცენარებს განვითარებას და სრულყოფას. ძალიან დიდი მადლობა ყველას. რა თქმა უნდა და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც კერძო სექტორში მოღვაწეობს და შემდეგ ჩაერთვება ამ ძალიან კარგ წამოწყებაში, იმიტომ რომ აუცილებელია ალბათ კერძო სექტორის მხარდაჭერა, როდესაც ფილმის კეთებას უკავშირდება საქმე სამწუხაროდ არ აქვს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ აქვს საქართველოს კინოცენტრს იმის შესაძლებლობა, რომ სრულად დაიღოს თავის თავზე და რა თქმა უნდა, ჩვენი ეთერით და ყველა ჟურნალისტის ვალი და ალბათ იმ ადამიანის ვალია, ვისაც ხელი მიუწვდება პრესასა და ტელევიზიაზე, რომ
უთხრათ და მოუწოდოთ კერძო სექტორს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ ძალიან დიდ საქმეში, რომელიც უკვე ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას უკავშირდება ცივილიზებულ საყვარელში. დიდი მადლობა ჩვენ გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით და გვინდა გისურვოთ წარმატებები. გადაირეკლის სიცხარ დაგვრჩენია თქვენთან ერთად დავამშვიდობოთ ჩვენს ერთხელ მაყურებელს. დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენ გემშვიდობებით ერთმანეთს ხვალ 2:09-ზე ნაცნობ დროს, ნაცნობ ადგილას ხვდებით. ბუნებრივია, თუმცა ხვალ პარასკევია და ჩვენ გვეყოლება თანაწამყვანი ანინა ზღაიძე, რომელიც უკვე ემზადება თემებზე მუშაობს და ხვალ უკვე როგორც ვიცი ძალიან კარგი თემებით შემოგვედგება. ია ბეძოიძე, ირაკლი ალფაიძე მუშაობდით თქვენთვის, ხვალ ზუსტად 2:09-ზე ვიწყებთ მუშაობას. გემშვიდობებით, კეთილი სურვილი. ნახვამდის.